მოგესალმებით. რა გრძნობები გეუფლებათ, როდესაც მოხვდებით ყვავილებით მორთულ ლამაზ ბაღში? ჩქარა გინდათ გაეცალოთ ასეთ გარემოს, თუ პირიქით გიჩნდებათ იმისი სურვილი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეთ იქ და თუ კი ამისი შესაძლებლობა მოგეცემათ, ხშირად მოხვიდეთ ასეთ ადგილებში. როგორ მოქმედებს თქვენზე, როდესაც პატარა ქმნილებებს, შინაურ ცხოველებს ან თუნდაც გარეულ ცხოველებს შეხვდებით? გიჩნდებათ თუ არა იმისი სურვილი, რომ მათ ხელით შეეხოთ, მოეფეროთ, ხელში აიყვანოთ ისინი და გულში ჩაიხუტოთ. გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ გვაქვს ასეთი განცდები ბუნებასთან და აი ამ სხვა სულიერ ქმნილებებთან შეხებისას. ვიდრე იმაზე ვისაუბრებ, თუ ჩვენ ადამიანები საიდან წამოვედით, საით მივდივართ, საერთოდ რისთვის ვართ შექმნილები და საერთოდ რის იკეთება მოგვანიჭებს ჩვენ შინაგან კმაყოფილებას, ამაღლებულ სიხარულსა და ბედნიერ ადამიანებად გვაქცევს, მანამდე მინდა შევეხო მეცნიერების აღმოჩენებს, კვლევებს იმის შესახებ, თუ დღეს რა ხდის ადამიანს სრულფასოვანს და რა უწყობს ხელს, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ გაწონასწორებულობას, ასევე რა აყენებს ადამიანს ამაღლებულ განწყობაზე და რატომ. რას გვეუბნებიან მკვლევარები? მეცნიერების აი ამ დარგში მომუშავე სპეციალისტები. შინაური ცხოველების სიყვარულმა ადამიანის შეიძლება ექიმის კაბინეტს აარიდოს. სხვადასხვა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ვისაც გვერდში ჰყავს საყვარელი ცხოველები, ნაკლებად ექვემდებარებიან სტრესულ მდგომარეობას, ნაკლებად უწევთ ექიმებთან სიარული, გულის შეტევების შემთხვევებში უფრო მალეც კი ჯანმრთელდებიან. დაბლადაცემულებს კი ცხოველი შეიძლება ძალების მოკრებაში დაეხმაროს. ფსიქიკურად დაავადებულებს კი შიშის დაძლევაში. ადამიანი მშვიდდება, როცა ყურადღება ცხოველზე გადააქვს და ეფერება. ცხოველი ადამიანზე მაშინაც კი დადებითად მოქმედებს, როდესაც პირადად მისი არ არის. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც თოთოობიდანვე ჩვილობის ასაკში თამაშობენ შინაურ ცხოველებთან და მათთან ჰქონდათ ყოველდღიური შეხება, განსხვავებით იმ ბავშვებისაგან, რომლებიც უბრალოდ თამაშობდნენ პლასტმასის სათამაშოებით, უფრო ჯანმრთელებად და გაწონასწორებულ პიროვნებებად ყალიბდებიან. ნაკლებად არიან მიდრეკილი გაციებისკენ და იმ გართულებითი პროცესებისკენ, ანთებებისკენ, უფრო მეტად არიან დაცულნი გულშიძახთა თუ ალერგიული დაავადებებისაგან. გარდა ამისა, სხვებთან ურთიერთობაში უფრო თბილები, მოსიყვარულეები და გახსნილები არიან. ახლა შევეხოთ უშუალოდ მიწის დამუშავებას, ბაღის მოვლას. რას გვირჩევენ ამ ხრივ მეცნიერები და რატომ? გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პროდუქტის საკუთარი ხელით მოყვანა, გარდა იმისა, რომ მოყვავს ჯანსაღი პროდუქტი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისათვის, ჯანსაღი აუცილებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების მისაღებად, თავად ეს პროცესი, რასაც ბაღში მუშაობა ქვია, მიწასთან და მცენარეებთან აქტიური შეხება, ასევე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის და სხეულისათვის, გონება-განწყობილობისათვის. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ნიადაგში მობინადრე ზოგიერთი მიკრობაქტერიის ჩაყლაპას ან შესუნთქვის შედეგად ადამიანს მკვეთრად უძლიერდება იმუნური სისტემა. ნიადაგში არსებული მიკრობების ჩაყლაპას ისეთივე დადებითი შედეგები მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, როგორც ამ ნიადაგზე მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის ჭამას. ისე რომ ხილს, ბოსტნეულისა თუ ყვავილნარის მოვლით მარტო სიამოვნებას არ ვღებულობთ. მცენარეებთან და მიწასთან ურთიერთობა ამცირებს სტრესს, არეგულირებს არტერიულ წნევას და რაც მთავარია, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ბარვა, მოფორცვა და სხვა მსგავსი სამუშაოები ჩვენს ორგანიზმს აქტიურობაში ეხმარება და გვაკარგინებს ზედმეტ კალორიებს, ქოლესტერინის, თრომბებს ამცირებს. ასეთ დროს ის ადამიანები, ვისაც ემოციური მოშლილობებით გამოწვეული პრობლემები აქვთ, მშვიდდებიან. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ოპერაციების შემდგომ ის ავადმყოფები, რომელთა ოთახების ფანჯრებიდანაც ხეები და ყვავილის ბაღები მოჩანდა, სხვა პაციენტებისაგან განსხვავებით უფრო სწრაფად გამოკეთდნენ და მალე დაბრუნდნენ სახლში. რატომ მოქმედებს ასე საოცრად ჩვენზე ბუნება? სად შეგვიძლია ვიპოვოთ ამაზე პასუხები? თუ კი ჩვენ გამოვიკვლევთ იმას, თუ საიდან მოვდივართ, რისთვისა ვართ შექმნილები, აი ამ კითხვებზე პასუხების მიღება დაგვეხმარება ასევე იმის გარკვევაში, თუ სინამდვილეში საით უნდა წავიდეს კაცობრიობა, რა მიმართულებით, რათა მოვიპოვოთ ის რისთვისაც ვართ შექმნილები და რასაც შეუძლია ჩვენთვის ნამდვილი ამაღლებული სიხარულის მონიჭება, შინაგანი კმაყოფილების მოგვრა, აბსოლუტური ბედნიერების განცდა. მოდით აი ამ კითხვებზე პასუხებისათვის მივმართოთ ბიბლიას.
და იმ უძველეს ჩანაწერს, რომელიც 3525 წლის წინათ ჩაიწერა. ბიბლიის პირველივე ფურცელს თუ გადავშლით, ნახავთ საწყის წიგნს, რომელიც დასათაურებულია როგორც დაბადება. და თავად აი ამ წიგნის ეს სახელწოდებაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ საერთოდ როგორ, რისთვის და რა მიზნით დაიბადა, რისთვის შეიქმნა ადამიანი. მთლიანი ეს წიგნი შეგიძლიათ პირადად გამოიკვლიოთ, მე მოვიყვან მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებს ჩვენთვის ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აქვე გეტყვით იმას, რომ ბიბლია ძალიან მარტივი და უბრალო ენით საუბრობს მეცნიერულ ფაქტებზე, იმ აღმოჩენებზე, რომლებსაც ჩვენს დროში აკეთებენ მეცნიერები, მედიცინის თუ სხვა რომელიმე დარგში. და თუნდაც იმ კვლევების შედეგები, რაც მე ზემოთ განვიხილე, ჯერ კიდევ ნახოთ საწყისი შემოქმედებითი გზისა და განზრახვა უფლისა, როგორც ჩვენს მომართ, ადამიანების მომართ, ისე დედამიწის მიმართ, რა იყო მისი ეს განზრახვა, როდესაც შექმნა პირველი ქმნილებები. ბიბლიის პირველივე ფურცელს თუ ნახავთ ჩვენ დაბადების პირველივე თავის 26, 27, 28 მუხს წავიკითხავ. თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად, ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწაზე და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ. აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას. ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. შემოქმედი უზენაესი ღმერთი ესაუბრება ზეცაში სულიერ ქმნილებებს, როგორ იწყება ეს მოხდით, თუ რატომ განიზრახა მან პლანეტა დედამიწის შექმნა და შემოქმედებითი გვირგვინის შემდგომ ბოლოში ადამიანის ქმნილება, ადამიანის შექმნა. აქედან ვიგებთ, რომ უფალმა სიცოცხლის შემოქმედმა დედამიწა ადამიანისათვის და ადამიანი დედამიწისათვის შექმნა, რომ ადამიანისათვის არ შეუქმნია მას სხვა საცხოვრისი, სხვა საცხოვრებელი გარდა დედამიწისა. და ადამიანისათვის სხვა ფუნქცია არ მიუნიჭებია გარდა იმისა, რომ ადამიანს პატრონობა უნდა გაეწია როგორც თავად პლანეტისათვის, ისე მასზე არსებული საფარის ფლორასი და ფაუნასთვის. აქ ნათქვამია, რომ შემოქმედმა ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამიანი. იმ გაგებით, რომ ცხოველებისაგან განსხვავებით დაგვაჯილდოვა ძვირფასი თვისებებით. იმ თვისებებით, რომელიც თავად მას გააჩნია. და აი ამ თვისებებში ყველაფერზე ჭარბად უნდა იყოს სიყვარული. გარდა ამისა, ცხოველებისაგან განსხვავებით მოგვცა აზროვნების უნარი, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ზეციერი მამისათვის მოსაწონი გადაწყვეტილებები რომ მივიღოთ, უნდა ვიფიქროთ იმ შემოქმედებაზე დაკვირვებით. და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები და მოგვცა ჩვენს ეს უნარი, შემოქმედებითი უნარი, რადგან თავად დიდებული შემოქმედია. კეთილი განზრახვების მქონე ღმერთია და სურდა, რომ ჩვენ ეს უნარი, შემოქმედებითი უნარი, ჩვენს პლანეტასთან, ჩვენს სახლთან მიმართებაში და სხვა სულიერ ქმნილებებთან მიმართებაში სწორად და სათანადოდ გამოგვეყენებინა. ის რომ მან ამ მხრივ ნების თავისუფლება მოგვცა და მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი უნარები მეტად განგვევითარებინა, როგორც პლანეტა დედამიწის, ისე სხვა ცოცხალი ქმნილებების სასარგებლოდ ჩანს შემდგომი მონაკვეთიდანაც. თუ ამავე წიგნში, ამავე მეორე თავის, შემდგომი თავის 19 მე-20 მუხლებს დავაკვირდებით. დაბადების 2:19-20. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი, ცის ყველა ფრინველი, მიჰგვარა ადამიანს, რომ ენახა რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს, ველის ყველა ცხოველს, მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე მისი შესაფერი. მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ იქცევა შემოქმედი ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო თავად დაერქმია თავისი შექმნილი ქმნილებებისათვის, როგორც თავისი ცხოველებისათვის თავად მიენიჭებინა სახელები, ეს მას არ გაუკეთებია, რადგან როგორც დასაწყისში მოიხსენიათ, ეს ყველაფერი მან შექმნა ადამიანისათვის. თავად მას ყოველივე არ ასჭირდება ეს ყველაფერი, ეს მრავალფეროვნება შეგვიქმნა ჩვენ, როგორც მზრუნველმა მამამ. და მისცა ადამიანს
პირველ ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ ქმნილებებთან ურთიერთობისას მიეღო სიამოვნება. მოეხდინა თითოეულ მათგანზე დაკვირვება და მათ თვისებებიდან გამომდინარე, მათთვის დამახასიათებელი ქცევებიდან გამომდინარე, შეერჩია მათთვის სახელები. თუ რომელ ცხოველს, რომელ ფრინველს რა სახელი მოუხდებოდა. და ამიტომაც ვკითხულობთ აქ მე-20 მუხლში ისე გავიმეორებ ამას, დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირს, ფრინველს, ველის ყველა ცხოველს, აქ ხაზი აქვს გასმული, რომ თვითონ ადამიანის დარქმეული სახელები აქვს დღემდის ყველა სულიერ ქმნილებას. თავად ეს პროცესი ცხოველების, ფრინველების შეცნობა, მათზე დაკვირვება, ადამიანისათვის პირველი ადამიანისათვის სიამოვნების მომგვრელი იყო და ის არა ერთი თვე, ან ერთი წელი, არამედ შესაძლოა 10 წლეულები გრძელდებოდა. რადგან არ დაგვაუწყდეს, რომ იმ პერიოდისათვის ადამი მარადეული ქმნილება იყო, მარადეულობისთვის იყო შექმნილი, სანამ მოგვიანებით წავიდოდა ღვთის წინააღმდეგ და შესწოდავდა. მოდით ჩვენ მივაქციოთ ყურადღება თავად ადამიანის ურთიერთობას სხვა ქმნილებებთან. რამდენად უნდა ჰქონოდა ადამიანს მათთან შეხება და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა, რომ ასე ზუსტად შეერჩია მათთვის შესაბამისი სახელები, მათი ქცევიდან თუ თვისებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი არ უფრთხოდნენ ადამიანს. და ადამი მათთან თამაშობდა, ეს სიტყვა რომ მიხმაროთ, ჩვეულებრივ მიმოდიოდა ლომებთან, ვეფხვებთან, ხელში იყვანდა შხამიან გველებს და ყველა მათგანი ადამიანს თავიანთ პატრონად მიიჩნევდნენ, რადგან სწორედ ეს იყო უფლის განზრახვა ადამიანის შექმნისას და აი ამ ქმნილებების შექმნისას. დღეს მდგომარეობით, როდესაც მშობელი თავის პატარა ჩვილისათვის ყიდულობს რაიმე სათამაშოებს ცხოველების სახით, ბავშვები მათ გულში იკრავენ, სახელებს არქმევენ, იძინებენ მათთან ერთად, ანუ თუნდაც ცოცხალ ქმნილებებთან, აი ამ როგორ თამაშობენ ხოლმე შინაურ ცხოველებთან, მსგავსად იქცევიან აი ამ პროცესებზე დაკვირვებაც ცხადყოფს, ხო, როგორც ადამიანს შეეძლო ეცხოვრა მაშინ იმ პერიოდში იმ ცხოველებთან ურთიერთობაში, როგორი ურთიერთობა შესაძლოა ჰქონოდა. რომ ეს ქმნილებები ჩვენთვის არიან შექმნილი, ხოლო ჩვენ მათი პატრონობა გვევალება. გარდა იმისა, რომ ადამიანს უნდა ეზრუნა, ეპატრონა ცხოველებისათვის და ეს დავალება ზეციური მამისაგან მიიღო, ეს უბრალოდ დავალება კი არა, არამედ დასაწყისიდანვე შემოქმედის მიერ შინაგანად იყო ჩადებული ამგვარი სიყვარული სხვა ქმნილებებისადმი, მათთან შემხებლობისას. თავისთავად ამ სითბოს ცხოველებისაგანაც იღებენ უკან ადამიანები, რასაც ადასტურებს ის კვლევებიც, რომლებიც ზემოთ მოიხსენიე. რაც შეეხება მიწათმოქმედების პროცესს, თავად ეს მოთხოვნილებაც ჩადო შემოქმედმა პირველ ადამიანში და დავალებადაც მისცა. ნახოთ აქვე ამავე თავის, მეორე თავის მე-15 მუხლს წავიკითხავ. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. თუ კი ედემის ბაღი იყო, რაღა დამუშავება სჭირდებოდა, ხო, 60 პატარა ბაღი, თუ კი რომელიც თვითონ თავად უფალმა შექმნა. ადამიანს დაავალა მისი დამუშავება და დაცვა. აი ამ მუხლიდან ჩანს, რამდენად რომ ეს აი ამ დეტალებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, რა იყო ფუნქცია ადამიანისა, რისთვის იყო შექმნილი, რომ მას უნდა გაეფართოვებინა ედემის ბაღის საზღვრები, ზოგიერთი მცენარე გადაერგა, ზოგიც შესაძლოა ნაყენი გაეკეთებინა, ვინ უწყის. რადგან როგორც ცხოველებთან მიმართებით, ისე მიწათმოქმედებისას ადამიანს უნდა გამოეყენებინა ის უნარები, შემოქმედებითი ნიჭი, რაც გვაქცევს ჩვენ ღვთის ხატებად, ღვთის მსგავსებად. და აი ამ ხრივ ღმერთმა ადამიანს სრული თავისუფლება მიანიჭა. რადგან აქ წერია, რომ ედემის ბაღი უნდა დაემუშავებინა და დაეცვა, როგორც ჩანს, დაეცვა ისეთი ცხოველებისაგან, რომელიც ანადგურებს ნარგავებს. აი ამ მიზნით კი ადამიანის მხრიდან გარკვეული ზომების მიღება იქნებოდა საჭირო. ის რომ შემოქმედ ღმერთს კეთილი განზრახვა ჰქონდა ადამიანის შექმნისას, სწორედ ეს იყო, რომ ადამიანისათვის საკვების მოსაპროებლად თავად ეზრუნა, ისე შექმნა ადამიანი. რომ ეს პროცესი ამავე დროს სიამოვნების მომნიჭებელი ყოფილიყო მისთვის. და არა მარტო სიამოვნების, არამედ საცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩანს აი შემდეგი მონაკვეთიდან თუ დავაკვირდებით ამავე მეორე თავის 4-დან 9 ჩათვლით მუხლებს წავიკითხავ.
ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე. ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწუნებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი ადამი არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი, კაცი, მიწის მტრისაგან. და შტაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. მოდით აქაც ყურადღება მივაქციოთ თუ როგორი მარტივი და უბრალო ენით გვიმჟღავნებს ბიბლია კეთილი შემოქმედის კეთილ განზრახვას და რასაც ადასტურებს მეცნიერების აღმოჩენებიც. როგორ ვართ ჩვენ შექმნილი და არა მარტო ჩვენ, სხვა ქმნილებებიც. მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ჩვენ შექმნილი ვართ მიწის მტრისაგან. მეცნიერული ენით მიწის ელემენტებისაგან. ანუ ის ნივთიერებები, რისგანაც ჩვენი ორგანიზმი შედგება, ყველაფერი მოიპოვება მიწაში. თვითონ ჩვენს პლანეტას თუ დავაკვირდებით 70%-ზე მეტი წყლისაგან შედგება. მსგავსად ჩვენი ორგანიზმიც 70%-ზე მეტი წყალია. თავად წყალი ეს ის ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ქმნილებისათვის. დანარჩენი ნივთიერებები კი სხვადასხვა ელემენტების სახით გადანაწილებულია სხვადასხვა ხილისა თუ ბოსტნეულში და შესაბამისად ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საჭიროა აი ამ ელემენტების დაბალანსებულად მიღება. და არა მარტო მიღება, არამედ შემდგომ ზედმეტი კალორიებისა თუ გლუკოზის თუ ცხიმების დახარჯვა, რასაც უკვე მივიღებთ აი ამ პროცესში ჩართვით, თუ კი უშუალოდ ჩართულები ვართ აი ამ პროდუქტის მოყვანით, ხო? მიწათ მოქმედებით, აი ამ სცენარეების მოვლით, ეს აქტივობა გვეხმარება ამაში, ასევე რომ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული იყოს, ხო, ჩვენი სიცოცხლე აი ამ აქტივობის შედეგად. რასაც მიწის დამუშავება ქვია. გასაგებად გვიხსნის ჩვენ ეს ბიბლიური მონაკვეთი ჩვენს ფუნქციას და იმას თუ რა არის ჩვენთვის სიამოვნების მომტანი, არა მარტო ჩვენი ჯანმრთელობისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც. თუმცა ეს ფიზიკური მხარეებია, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ თუ კი ჩვენ დავაკვირდებით აი ამ მონაკვეთის ბოლოში, ნახსენებია მცენარე, რომლის ნაყოფსაც თავად შემოქმედმა მიანიჭა სულიერი მნიშვნელობა. ხო? და რომლის დაგემოვნების შემთხვევაშიც მოყვებოდა ცვლილებები ადამიანების აზროვნებაში, ცხოვრებაში, ცვლილებები არა უკეთესობისკენ, არამედ ცუდისაკენ, უარესისაკენ, რაც უკვე გამორიცხავდა ადამიანის ღვთის განზრახვით თანახმად ცხოვრებას და რაც იქნებოდა უკვე გადახვევა ადამიანის მხრიდან ცუდი მიზნისაკენ, რაც იქნებოდა უკვე გზიდან აცდენა, იგივე ცოდვის ჩადენა, ღვთისნების წინააღმდეგ წასვლა. რადგანაც როგორც ზევითაც ვნახეთ, ღმერთმა ადამიანი არა რობოტად, არამედ თავისუფალ ქმნილებად შექმნა, მოგცა ნების თავისუფლება ჩვენს არჩევანში. მას სურდა, რომ ჩვენ, როგორც მის ქმნილებებს, გქონოდა მისი ნდობა და ყოფილიყავით მისი მორჩილები, ჩვენი ნებით, არა იძულებით, არამედ სიყვარულიდან გამომდინარე. რადგან ის მზრუნველი მამაა და მან ყველაფერი საუკეთესოდ მოგცა და ჩვენი მხრიდან საჭირო იყო მხოლოდ მადლიერება ამ ყველაფრისათვის, რაც მან მოგცა და შესანიშნავად შექმნა ჩვენთვის და რაც მოგვანიჭა მან, ხო, როგორც შევქრა, რომ ჩვენ მივიღოთ სიამოვნებები აი ამ ყოველივედა. გარდა ამისა, მან უკეთ უწყოდა თუ რა იყო და რა არის ჩვენთვის ბედნიერების მომტანი, რა არის ჩვენი სიცოცხლისათვის აუცილებელი, რადგან მისი ქმნილებები ვართ და მან უკეთ უწყის აგებულება ჩვენი, მოთხოვნილებები ჩვენი, რომლითაც მან თავად შეგვქონა. და რომ მხოლოდ მისი ნორმების თანახმად ცხოვრება, მისი აი ამ განზრახვის თანახმად ცხოვრება მოგვანიჭებს ჩვენ სრულ ბედნიერებას და სიცოცხლის აზრით ტკბობას. თუმცა ამავე წიგნის მომდევნო თავიდან, მესამე თავიდან უკვე ვგებულობთ თუ რა ჩაიდინა მოგვიანებით შექმნილმა ქალმა, რომელმაც თავისი მეორე ნახევარი, თავისი ქმარი ადამი შეიყვანა შეცდომაში და შედეგად როგორ გადაუხვიეს გზიდან, როგორ შეუერთდნენ ადამი და ევა ამბოხში ერთ-ერთ სულიერ ქმნილებას, რომელმაც გადაიბირა და აწტუნა ადამიანთა ეს პირველი წყვილი და დაექვემდებარნენ სიკვდილს მარადიულობისათვის შექმნილი ადამიანები. საბოლოო შედეგი კი, რაც მათმა ასეთმა გადაწყვეტილებამ, მათმა დაუმორჩილებლებამ მოუტანა მთელს კაცობრიობას,
ჩვენ გვაქვს უკვე დღეს სახეზე. თუკი მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ. არა მარტო ის, რომ ადამიანმა დაიწყო დაბინძურება დედამიწის, პლანეტის, ხო? დაიწყო თვითონ თავად ადამიანმა დაბერება, სიკვდილი, ყველა ის უბედურება, ის პრობლემები, რაშიც დღეის მდგომარეობით გახვეულია მთლიანი მსოფლიო, უკავშირდება 64-ის ბაღში მომხდარ აი ამ აჯანყებას. ადამიანთა წყვილის ღვთის წინააღმდეგ წასვლას, მისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას. ასე გრძელდება დღემდე. ყველა ადამიანი შინაგანად ავლენს სიჯულტეს და თავად ცდილობენ დაადგინონ ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის, როგორც აქ არის ხაზი გასმული. დაუკვირდეთ კვლავ აი ამ მონაკვეთს, მეცხრე მუხლშია ხო ეს სიტყვები, რომ ადამიანმა ჩათვალა საჭიროდ, რომ თვითონ დაედგინა რა მოუტანდა მას სიკეთეს და რა მოუტანდა მას ბოროტებას და ცურს და ამიტომ გადავიდა ის უფლის აი ამ დადგენილებას. დღეის მდგომარეობითაც იგივე კურსს მიჰყვება მთელი მსოფლიო. პატარაობიდანვე ბავშვები, თინეიჯერები უკვე ავლენენ სიჯულტეს და ურჩობას, არა მარტო მშობლების მიმართ, იმ წესრიგის მიმართაც, რომელსაც ქვეყანაზე კანონები არეგულირებს. არამედ თავად ბიბლიაშიც მოცემულია ღვთის მიერ დადგენილი მაღალი ზნეობრივი ნორმები და ზუსტად აი ამ მაღალი ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიდის თითქმის მთელი მსოფლიო. რასაც მათ პირად ცხოვრებაში და სხვებთან მიმართებაში უკვე მოყვება უარყოფითი გამანადგურებელი შედეგები. რო აღარაფერი ვთქვათ იმაზე თუ როგორი ბოროტად ეპყრობა დღეს ადამიანი ცხოველებს და არა მარტო სულიერ ქმნილებებს, არამედ თავად ბუნებას, პლანეტა დედამიწას, ჩვენ საერთო საცხოვრებელს. ადამიანების უმეტესი ნაწილი კვლავაც ამჯობინებს დარჩნენ იმ მოჯანყე ბოროტის სულიერი ქმნილების მხარეს, რომელიც დაუპირისპირდა ღმერთს თავისი განაცხადით და რომელმაც გადაიბირა ადამიანთა პირველი წყვილი. ეს ქმნილება დღეისათვის ცნობილია როგორც სატანა ეშმაკის სახელით ბიბლიიდან. ამიტომ საჭირო ადამიანებმა მეტი იცოდნენ თავად როგორც ღმერთის, ასევე აი ამ ქმნილების შესახებ, რომ შეძლონ უკვე გაარჩიონ თუ რომელია ღმერთის გზა და რომელია აი ამ ბოროტი ქმნილების გზა, რომ ჩამოშორდნენ მის გზას და გადავიდნენ კვლავაც ღმერთის გზაზე. გონიერი ადამიანებისათვის ცნობილია ყველა მისი ხრიკი, ყველა მისი სატყუარა, რასაც ის იყენებს დღევანდელი ადამიანების, ახალგაზრდების, თინეიჯერების მოსახიბლად და საცდუნებლად. ბევრი ამ დაღუპის გზაზე ესეთი ასაკში რო შედიან, მერე მიხვდებიან ხოლმე, რომ დაღუპის გზაზე იდგნენ მთელი თავიანთი ცხოვრება. განსაკუთრებით ხანდაზმულები ფიქრობენ უკვე თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც გაიაზრებენ იმ გავლილ წლებს, რაც გაიარეს, თუ რა შედეგები მოიმკეს და უფიქრდებიან ხოლმე იმას, თუ რაში დახარჯეს დრო სამწუხაროდ. საუკეთესო წლები, რაში დაკარგეს, რომ მათი ცხოვრება უიმედო და უაზრობა იყო. და ბევრიც ამ დროს ეძებს გამოსავალს უკვე ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს, ბევრიც კი კვლავ უიმედობაში აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ ადამიანთა ზოგიერთი ნაწილი შვებას სწორედ იმ საქმიანობაში პოულობს, რაც მე დასაწყისში მოიხსენიე. ბუნებაში ატარებს დროს, მიჰყვება მიწათმოქმედებას, ყვავილების მოშენებას, ყავთშინაური ცხოველები, ვისთან ურთიერთობაც გარკვეულწილად უკვე უმსუბუქებთ მართ დარდს, სტრესს და განიცდია შინაგან კმაყოფილებას, თუმცა არა საკმარისად. რადგან სრულყოფილი ბედნიერება, სრულყოფილი სიხარულის და შინაგანი კმაყოფილების განცდა ისევ და ისევ ჩვენს შემოქმედთან, ზეციერ მამასთან ურთიერთობას მოაქვს. მისი განზრახვის აღიარებას მოაქვს და მისი ნების შესრულებას მოყვება. მე აქ აღარ ვისაუბრებ იმაზე თუ რაელის მოუნანიებელ კაცობრიობას თუ როგორ დაასრულებენ ისინი ბიბლია ამას წინასწარმეტყველებს, მე სხვა ვიდეო რგოლებში ხშირად მაქვს ამაზე საუბარი, არამედ ეხლა აღნიშნავ იმას თუ როგორი მომავალი ელის 64-დან წამოსულ მარადიულობისთვის შექმნილ ქმნილებას ადამიანს. ინდივიდუალურად ყველა მათგანს, ვინც აღიარებს უზენაეს ღმერთს როგორც დიდებულ შემოქმედს, ვინც ჩაუკვირდება მის ბრწყინვალე კეთილ განზრახვას და მიხვდებია, რომ ღმერთის განზრახვა არ შეცვლილა, რომ მას კვლავაც სურს დაუბრუნდეს თავისი ქმნილება ადამიანი თავისი ნებით მას, აღიაროს მისი უზენაესობა, მისი მართლობა, როგორც ყველა მართლობაზე საუკეთესო მართლობა და შედეგად დაიმკვიდროს აღთქმული 64, რომელიც ფაქტობრივად ჩვენმა შემოქმედმა აღგვითხვა უკვე ეს მოცემულია წმინდა წერილებში, თუ რას აპირებს ის მისი დიდებული განზრახვა არის.
ის თავისი წიგნიდან, ბიბლიიდან გვიმჟღავნებს ამის შესახებ. და გვიხსნის იმასაც თუ არა მარტო როგორ და რატომ დაკარგეს ადამიანებმა მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა სამოთხეში, არამედ ის გვიხსნის ჩვენი ზეციერი მამა იმ ღონისძიების შესახებაც თუ რა ღონისძიება გაატარა მან ამისათვის რომ გამოასწოროს ის შედეგები, ის ტანჯვა, ის ტკივილი, რაც მოუტანეს ადამიანებმა მისგან დამოუკიდებლად თავად საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს და თვითონ ფლორას და ფაუნას. თუ როგორ გამოასწორებს აი ამ ყოველივეს, როგორ მოუღებს ბოლოს არსებულ ვითარებას მთელს პლანეტაზე და რაც მთავარია, როგორ აღადგენს სამოთხის პირობებს დედამიწაზე, როგორ მოიყვანს სისრულეში თავის თავდაპირველ განზრახვას, როგორ დააჯილდოებს კვლავაც მორჩილ კაცობრიობას, მორჩილ ადამიანებს თავის თაყვანისმცემლებს ძღვენით, რომელსაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია დედამიწაზე სამოთხეში და ყველაფერი დაუბრუნდება პირვანდელ სახეს. იესომ გზა, რომელსაც დღეს კაცობრიობა გადის, აი ამის შესახებ გამოუცხადა მთელს კაცობრიობას, იესო როდესაც დედამიწაზე მოვიდა, რომ სწორედ მან მოიხსენია, რომ ის წარუძღვება აი ამ საქმიანობას, ის მეფედ არის დანიშნული სწორედ იმისათვის, რომ იმეფოს მერე მთელს პლანეტაზე, მისი მმართველობის ქვეშ განახორციელებს სამოთხის აღდგენას და თვითონ აი ეს არის გზა სამოთხიდან სამოთხემდე, რომლის გავლაშიც ეხმარება იესო ქრისტე ადამიანებს. რომ რაც დაკარგა ადამიანმა სამოთხეში ცხოვრების პერსპექტივა, კვლავ დაიბრუნოს. ოღონდ მხოლოდ იესოს მიყოლით არის შესაძლებელი აი ამ სამოთხეში მისვლა. სწორედ ამიტომ მოვიდა იესო და სწორედ ამას ასწავლიდა ადამიანებს. სწორედ ამიტომ შეეწირა ეს ადამიანების ცოდვებისათვის, რომ ადამიანებისთვის კვლავ მიეცა შანსი სამოთხეში დაბრუნების. მოდით ნახოთ უშუალოდ ეს დანაპირები ესაია წინასწარმეტყველის წიგნში, სადაც მოცემულია ეს წინასწარმეტყველება, ღვთის აი ამ დიდებული ბრწყინვალე განზრახვის შესახებ. თუ ვნახავთ ჩვენ ესაიას 65 თავს 21-დან 24-ის ჩათვლით უხლებს. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაწვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს, რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან. ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ, ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე. არმაგედონის შემდგომ აქ აღწერილია თუ როგორი პირობები აღდგება დედამიწაზე. სამოთხის მშენებლობისათვის ადამიანები გამოიყენებენ ეკოლოგიურად სუფთა პროექტებს. აღარ იქნება რკინაბეტონის კონსტრუქციები, ისეთი ტექნოლოგიები, მანქანა-დანადგარები, რომლებიც გარემოს აბინძურებენ და ზიანს აყენებენ. 21 მუხლში საუბარია ჩვეულებრივ მევენახეობაზე, რაც დღესვე სასიამოვნო და სასარგებლო შრომად ითვლება. 22 მუხლიდან ვიგებთ, რომ ყველა თავის აშენებულ სახლში თვითონვე იცხოვრებს და აღარ იქნება ისე, როგორც დღეს ხდება, რომ ბევრი ვერ მოესწრება ხოლმე თავისი აშენებული სახლში, თუნდაც გარემონტებას, ხო, აქ ბოლომდე რომ მიიყვანოს რემონტი და იცხოვროს, ამდენმა დაიწყო სახლის მშენებლობა და ვერ მოესწროს დასრულებას. ან ბევრიც დევნილი გახდა და სხვა დაეპატრონა მის ქონებას, ასეთი რამეები აღარ იქნება ვიხსნის. სამოთხეში ადამიანი თვითონ გაწვეთავსო თავისი ხელით შექმნილს, რადგან აქ საუბარი ადამიანების ასაკზეც, რომ ხეებივით საუკუნეები ცხოვრებენო, ზოგიერთი ხე მაგალითად საქოია 3000 წელზე მეტ ცოცხლობს, ხო? 23 მუხლში საუბარია, რომ ყველა ჯანმრთელი დაიბადება და არავის შვილს საფრთხეს არაფერი აღარ შეუქმნის. უფრო მეტიც, მთელი შთამომავლობა ერთად იქნებაო და ეს ყველაფერი უფლისაგან იქნებაო კურთხეული. 24 მუხლიდან ვიგებთ, რომ მოხდება სრულიად კაცობრიობის ღმერთთან შერიგება და ის რაც დაკარგა ადამიანმა, რომ მას ჰქონდა პირადი ურთიერთობა ღმერთთან, ისინი ურთიერთობდნენ, ხო, კომუნიკაცია ჰქონდა და აი ეს ურთიერთობა აღდგება ადამიანსა და მის შემოქმედ ზეციერ მამას შორის და ყველას ექნება მასთან პირადი ურთიერთობა. ასევე შეგვიძლია ვნახოთ ამავე წიგნის ესაიას სხვა მონაკვეთით, საიდანაც ჩანს ურთიერთობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის თუ როგორი ჰარმონია დაისადგურებს სამოთხეში. თუ ვნახავთ ესაიას მე-11 თავს, ამავე წიგნის
6-დან 9-ის ჩათვლით მუხლებს. დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხპოვლობი და ნასოქი პირუტყვი ერთად იქნებენ და ჩვილი, ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომი ძროხასავით შეჭამს ჩარას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს თელს ჩემს წმინდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვარის წყლებით დაფარული. როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ჩვენ ასეთი ჰარმონია ღვთისქმნილებებს შორის ნამდვილად არ დგება. როგორც დასაწყისში მოვიყვანე მეცნიერების კვლევები და შემდგომ როგორც ბიბლიიდანაც ვნახეთ, ჩვენ სწორედ აი ამისათვის, აი ამ მიზნისთვის ვართ შექმნილი. დედამიწა ჩვენთვის, ჩვენ დედამიწისათვის, რომ ვაკეთოთ ის და ვიცხოვროთ ისე, რაც დაგვავალა ჩვენმა ზეციერმა მამამ, რაც დაბადებიდანვე ჩვენი შექმნისას მან შინაგანად ჩადო ჩვენში მამამ, რომ აი ეს ღონისძიებები გაატარა იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ კმაყოფილები, ვიყოთ შინაგანად ბედნიერები, თუ კი ჩვენ დავიკმაყოფილებთ იმას, რაც ჩადებულია ჩვენში შინაგანად, აი ეს მოთხოვნილებები. სწორედ ესაა ჩვენთვის ნამდვილი სიცოცხლის აზრი და სწორედ მსგავსი საქმეებით დაკავება მოგვიტანს ჩვენ შინაგან სიხარულს და კმაყოფილებას. და რაც მთავარია მამასთან ურთიერთობა, ზეციერ მამასთან ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ რო ვიცხოვროთ ღვთის მიერ დაპირებულ სამოთხეში, მარადიულად ეს თავად ჩვენზეა დიდწილად დამოკიდებული, რათა ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მოусმინოთ მას, ვინც ადგენს თუ სინამდვილეში რა არის ჩვენთვის კარგის მომტანი და რა არის ცუდი. ასე რომ უნდა შევიცვალოთ აზროვნება ბიბლიური სწავლების თანახმად. უნდა ვისწავლოთ ბიბლია, აი სწორედ ეს აზრია, მასში მოცემული საკითხები, რადგან სწორედ ეს ცოდნა მოგვიტანს ჩვენ ხსნას და არა ის, რასაც ადამიანური სიბრძნე ქვია, რაც ისწავლება მაგალითად ქვეყნიურ უმაღლეს სასწავლებლებში, ხო, სკოლებში, რასაც ასწავლია, შემდეგ უმაღლეს განათლებას რო ეძახიან, ის არის ქვეყნიური, ქვეყნისთვის ადამიანური სიბრძნისთვის დამახასიათებელი. თუმცა იმ ცოდნის მიღების წინააღმდეგ არაა ბიბლია, უბრალოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას, რასაც დღეს იღებენ ახალგაზრდობა, ხო? უფრო მეტწილად ბოროტად იყენებს კაცობრიობა. ამავე დროს იქ ვერავის მისცემს იმ ცოდნას თუ როგორ დაუახლოვდნენ ღმერთს, ზეციერ მამას, როგორ გადარჩნენ მოახლოებული ბოროტი მსოფლიოს აღსასრულისას და რაც მთავარია, როგორ დაემკვიდრონ მარადეული სიცოცხლე ღვთის მიერ დაპირებულ მარადეულ სამოთხეში. თუ დააკვირდებით აი ამ ბიბლიურ მონაკვეთში, თუ რატომ აღარ იქნება დედამიწაზე მავნებელი პროექტები, ომები, ტერორისტული აქტები და რის საფუძველზე უნდა აღდგეს დედამიწაზე სამოთხე, ჰარმონია ცხოველებსა და ადამიანებს შორის, აქ მეცხრე მოხშია პასუხი ამაზე გაცემული, რადგან აივსებაო მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვარის წყლებით დაფარული. აი ეს ხატოვანი სიმბოლური ენა გვეუბნება, რომ იმ პერიოდისათვის აღარ იქნება ერთი ადამიანიც კი, ვინც არ იქნება განსწავლული ბიბლიიდან. ყველას ერთი და იგივე ცოდნა ექნება, თანაბარი, ყველა ერთი აზრისანი იქნებიან, მთავარ ძირითად საკითხებში, რა თქმა უნდა, და აღარ იქნება განხეთქილებები, უთანხმოებები, რადგან ყველანი იცხოვრებენ ბიბლიაში მოცემული მაღალი ზნეობრივი ნორმების თანახმად და ყველა იქნება უფლის მორჩილი, ცოდნის საფუძველზე და არა ფანატიკურად. დღეს ჩვენ მივიღეთ ცოდნა იმაზე, თუ რატომ გვსიამოვნებს ბუნებაში ყოფნა და ცხოველებთან ურთიერთობა. რომ ჩვენში შინაგანად დევს ჩვენი შემოქმედის მიერ ეს პროცესები და რომ ჩვენმა წინაპრებმა უარი თქვეს სამოთხეში ცხოვრებაზე, ისინი ფაქტიურად დაუპირისპირდნენ ღმერთს და ამჯობინეს აი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში ცხოვრება, რაც დღეს ხდება, ხო, მთელ მსოფლიოში. თუმცა ჩვენ შევიტყვეთ ისიც, რომ ადამიანების ის ნაწილი, ვისაც კვლავ სურს დაუბრუნდნენ ცხოვრებას სამოთხის პირობებში, მარადიულად და ვისაც კვლავ სურთ აღადგინონ ურთიერთობა ზეციერ მამასთან, ჩვენ შემოქმედთან, სწორედ ცოდნის მიღების საფუძველზე შეუძლიათ აი ამის გაკეთება. ბიბლიიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე. თუ იმეს გაგიჩნდებათ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, ასევე გამოიწერეთ ჩემი
აი ეს გვერდი, მე დროდადრო ვტვირთავ ხოლმე მსგავს საკითხებს ბიბლიიდან და შეგიძლიათ მოისმინოთ ისინი. და რაც შეეხება მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, ესტუმრეთ ოფიციალურ ვებ მისამართს jw.org. სწორედ ეს ვებ მისამართია შექმნილი აი ამისათვის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს მისცეს ეს ცოდნა, ბიბლიური განათლება. ამ მიზნით არის ეს ვებგვერდი შექმნილი. საიდანაც თქვენ შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც შეისწავლოთ ბიბლია. ასე რომ კარგი იქნება თუ იფიქრებთ ამ მოცემულ საკითხებზე და ვეცდებით რომ ბიბლიაში ნასწავლი უკვე პირადად გამოვიყენოთ ცხოვრებაში. მადლობთ რომ მისმენდით. შეხვედრამდე.